გიძლის რა კაცო შენ მეჩქეცი შევხედეთ ერთმანეთს მართლა შენ მეჩქეცი და მოცია ეს მე გაჩუქე კი ფანარიც ველო ფანარიც შენაჩქარი რომ კიდე მაქვს შემოგევლეთ შემოსიხარულო გამარჯობა მე ვარ ვერიკო და ეს არის ველო პოდკასტების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იმიტომ რომ ესეთი ორი უმშვენიერესი და ლეგენდა ადამიანები მყავს სტუმრად კივილა და მეგი ესე ვართ ნინა კივილა და მეგი ვაფჭა ძალიან მიხარია პირველ რიგში რომ ჩემი სტუმრები ხართ იმიტომ რომ ამ დღეს იმდენი ხანია ველოდები რომ აი რა ვიცი ჩვენც რამდენი ხანია გეგმავთ რომ აი ძალიან მოყოლებული მაგრამ ნუ ეხა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო მაგიტო არც ჩვენ არ ქონა ჩაწერა და ვერცე ვერ მოახერხებდით რა მაგრამ ზოგადად ძალიან მიხარია რომ ეხა თქვენ აქ ხართ და მადლობა ყველაფრისთვის იმიტომ რომ ჩვენ ვინებიც ვართ ეხა გოგოები აბსოლუტურად ყველა ვიხსენებთ ხოლმე თქვენს რაიდებს ესე რომ ვთქვათ რა ან სადღაც მივიდივართ აქ კივილა საკომი აქ მეგი საკომი და ისე შემოჩენილია თქვენი კომები და ისინი ეხა კომებზე გამახსენდა რა ეხა რომ მომდის ხოლმე ახლა უკვე იშვიათად რა მაგრამ აი შენი კომი ვიღაცამ მოხსნაო რა მიხარია რომ რა კაიაო რა ანუ ხალხი აი მუშაობს რა ხალხიო და ეხა სხვათა შორის უკვე აღარ მომდის აი იმიტომ რომ ყველა დახსნილია აი ეხა ჩვენ თავიდან რამდენი მოდიოდა ხო ეხა იმიტომ რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნის ასე თქვა ხალხი რო ჩამოვიდნენ ხო მოკლედ რუსებმა ძალიან აიღეს ბევრი აიღეს კი ყველა იმაში ყველა ნაწილში ანუ როუდში სამთოშიც ძალიან აქტიურად დადიან და ძალიან აქტიური გოგოები ყავთ რა ხო და ეს. კაი, ჩვენ სტანდარტული კითხვით დავიწყოთ. ჩვენ ეს მთავარი კითხვა არის ხოლმე რომ საერთოდ დაიწყო თქვენი ველოსიპედის დაინტერესება. იმიტომ თქვენთან ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეთ სიარული და ალბათ საინტერესოა. დიდი ხნის წინ. მეგიმ დაიწყო დიდი ხნის წინ. მე არა რა. არც ისე დიდი ხნის წინ. აი ხლა ეგ კითხვა ვცოდნოდა რომ დამესოდი გადავხედოთ ჩემს ისტორიას. მე რო დავიწყე. ხა კაი ხნის სტაჟიანი. არა, არაფერი კაი ხნის, 1-2 წლის ალბათ. არაფერი ისეთი, აი ეხა მართლა ფოტოებს გადავხედავდი. მე პირველად ვიყიდე ველოსიპედი Cube. აი რომელიც იყო ისეთ ტროსებზე, ანუ ჰიდრავლიკური არ იყო, ხო და? როუდი თუ ის სამთო? არა, სამთო იყო 26-იანი დისკები. ხო. საერთოდ რატო გადაწყვეტა რომ გეყიდა? არა, ველოსიპედი ბავშვიდან მეყვარს და სულ მინდოდა ისოდა. ისეთი რუტინული ცხოვრება მქონდა, ანუ სულ კომპიუტერთან თან როცა ვინც მუშაობთ, ახლა ვიცით რომ თელი სხეული და კუნთები რო გტკივა და აი ხსნაც ხედავდი მაგაში, რომ ეგ ჩემთვის იქნება ძალიან ჯერ ლაშქრობებზე ოცნებობდი რომ მელო. მოკლედ ყველაფერი ერთად დავიწყე, ლაშქრობაც ისიც, მე კივილა რო გამოჩნდა, მე სირბილის მომენტები ისე იყო რომ ანუ ყველა გავიცანი ერთდროულად. სტუმრად ყავს ზუკაც. ხო აი სირბილის სამოვიდა. ხო და ჩემ პირველ ველოსიპედი გამახსენდა და ვერობრო თქვა. პირველად ძალიან მცხენოდა და მარტო სიარული ველოსიპედით. მე და ჩემ მეგობარმა ერთად ვიყიდეთ. ველოსიპედები და ის ცხოვრობდა დიდი ღობში და ურეკავდი მე ხო წებოდი გამოდი რა გავისეირნოთ ველოსიპედით ის ბიჭი იყო ეხა ანუ გოგოები ცოტა მაგაზე გიკითხავთ მე რა იმიტომ რომ მაგაზე ძალიან ისეთი იშვიათობა იყო ეხა გოგო და მე-15-ის არც ისეთი პატარა ვიყავი ასაკით უკვე რავი მოდი ეს ასაკი ამუშავეს ხო არა მაშინ არც დადიოდა ცოტა დადიოდა ხო და მე ჩემი კომპლექსები მქონდა რა მაგის გამო. არა, იცი, ერთი მეგობარი მიყვებოდა, ის კაცი დიდი იყო და მეო ისაო თბილისის ზღვაზე წრეს რო ვარტყავო, ხალხო გიჟუგონი ვარო და ვიღაცა მოჩაწიაო ეს რაღაცა ესეკეთა რა, პირბადე და ვიღაცა მანქანიშვილ ჩაწიაო და დამიძახა, ვა, ნინძა. ხოდა ხა. მასე დროს ეხათან მეგი შერო ველოსიპედზე. შედის დაიწყო სიარული. მე დავიწყე მე 27-ის ვიყავი რა მაშინ და ჩემი ძმები დადიოდნენ ველოსიპედზე და მოდიოდნენ აი რაღაცა ერთხელ იყვნენ ტალახიან ტურზე რა და ძალიან მაგარიაო რა აი ორა კარგიაო მიდიო შენცო რა ასო მაგულიანებდნენ რა ეს. აუ ძალიან კაი ძმები ყავდა. ხო და მე კიდე მიყვარდა რომ ტალახიანი მაშინ არც დავდიოდი რა ტალახიანები მოდიან და კიდე მაგარიაო რა მაგარი ეგარიო რა და არ ყიდებდი რა ხელს. ეგ ბნელი პერიოდი რომ მქონდა
ერთხელ მახსოვს კიდე მეგობარმა მათხოვა ველოსიპედი ატარეო და მედო არ მიტარებია რა და დაუბრუნე ისე რომ არ მატარე და მე რაღაც მომენტი იყო რომ აი ის ღილამური სეზონი დამთავრდა თბილისში ყოფა ცხოვრება არის რუტინული სამსახური სახლი და რაღაცა სიახლე მინდოდა რა და მოიტა ერთი ცადო რა ესე და ჩემ ძმის ველოსიპედი ვითხოვე და მათხოვა და მე ველოსიპედი და რას დამინანებდა პირიქითო და ეს მახსოვს რომ დიდი იყო რა ეს ველოსიპედი და გამართחיლა რომ სიჩქარების გადართვისასო სწორად გადართეო რა რომ არ გაფუჭდეს რა ეს იცოდი გადართვა უკვე არ ვიცოდი საერთოდ არ ვთავდი რა და ბოლოს რას ვაკეთებდი ახლა ჩამოდიოდი ველოსიპედიდან სასწილო რა იყო ახლა ეს ველოსიპედის სიჩქარები არ გავაფუჭოო და სპეციალურად ჩამოდიოდი ტკაპ გადავთავდი იმას დავატრიალებდი ხელით პედალს აი კაი სიჩქარე არისო და ვჯდებოდი რა და დაღვართი სულ მაგდიოდი ან ერთით რა ეს იყო აი დანის იმას რომ დავადგებოდი ავტობანს და ესე იმ შევლოდი გზას ხო და მე დაღმართი იყო ახლა გაძლევს საშუალებას რომ სიჩქარე მოუმატო თან მეგი ახალი გაცნობილი მყავდა და ეს უკვე იქნებოდა ალბათ ერთი 2014 უფრო ადრე იმიტომ რომ მე თქვენი ფოტოები რომ აქ ნანახი ესე სადღაც მაგ პერიოდის ფოტოებია უფრო ადრეც შეიძლება ხო აი მაშინ 27 იყო ახლა ხო 37 ვარ 37 ხო და 10 წლის წინ რა 2015-14 კი ხო და მოკლედ ახლა მეგი როგორ გავიცანი რა სიჩქარეების გადართვა არ ვიცოდი მეგი როგორ გავიცანი ესე დავდიოდი წინ და უკან ერთ და იგივე სიჩქარე და თუ აი მომინდებოდა ესე გადმოვიდოდი ველოსიპედიდან გადავატრიალებდი და დავჯდებოდი რა ამ დარიგებას მიყვებოდი სიგიჟე ზოგადად როგორ ისწავლე ესე სანამ იგი დაგვიბრუნდება ზოგადად როგორ ისწავლე ადრე სუსუ პატარა რო იყავი მაშინ მახსოვს რომ იყო რაღაცა ორი ველოსიპედი ქონდა რომელიც სადღაც იყო აწყობილი თვითმფრინავის ქარხანა აზე არ ვარ რა აი რაღაცა ეძველი ველოსიპედი ეს თბილისში არა ვიყავ თქვა სოფელში არა სოფელში კი არა თბილისში მაგრამ რაღაცას დავაგორებდით რა ეს მახსოვს და ბოლოს ეხა შენ უკვე სხვა წონით კატეგორიაში ხარო და ეგ ველოსიპედი არ გააფუჭო ჩემ დროს მას გადაელოცა და ხო და დავრჩი ესე რა სხვაზე არ გადავსულა არა მაღაზიაზე ვისწავლე და გავეშვიდ რა ხო და აი მათ გათავდა და მე ეტყობა ეს ბალანსი ადვილად აღიდგინა რა სხეულმა მაინც რაღაც რო ახსოვდა სიჩქარეების გადართვა არც ვიცოდი და რა უნდა აღმედგინა ხო და მივიდიოდი მოგორავდი ხა იქ მაინც დიდი აღმართები არ იყო მე მეგი რო გავიცანი ერთი საერთო მეგობარი ყავს მე და მეგის რომელიც ლაშქრობებზე მოლაშქრე და ლაშქრობებზე დადიოდა და გლდანში რო ცხოვრობდა შევეხმიანე ახლა რომ მოდი გიორგი ველოსიპედი მაქვს მეც და ხო არ გვეკატავაო და კიო გამოვიდა ერთი კარგი გოგოც უნდა გაგაცნო და ჩვენ რა დილით გამოდიოდით აი სამსახურამდე რომ მოგვესწორა რა და ამიტომ ჩემი მეგობარიც ადრე უნდა გამოსულიყო და მეგიც გამოვიდა ადრე რა ხო და გამოვედით და ჩვენ მივიდივართ რაღაცა და მე გლდანის ხიდიდან უკვე დაღმართი იყო რა იმ შემოვლით გზაზე და დაეშვნენ რა და გამოიხედეს და არა აღარ ჩახა ხო და რა ნინოს რამე ხო არ უჭირს რა მეგის უკითხია და მივედი არაფერი არ მიჭირს მაგრამ ესე უკვე საფორმაში იყვნენ და მაგდა ხო ალბათ სიჩქარეების გადართვა სიჩქარეების გადართვა არ ვიცოდი რა მოკლედ სიჩქარეების გადართვა მასწავლა მეგი არა რას ამბობ ესე რომ ჩამოხვიდეო და ყოველ ჯერზე ესე გადართო რომ მომყვებოდა ხო ჩხუკ და მე შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის იმ პერიოდში აი წეღან მეგიმ რაც აღნიშნა რომ აი ცოტა გოგო ვიყავითო და შენც რო თქვი რომ აი რა ვიცი ესე რომ გამოდიხარ რაღაცა გრცხვენია კიდეც რომ მოგაძახვა შეიძლება რაღაც ხო რა სიტუაცია იყო მართა იმ პერიოდში და ეხლა უკვე აღარ არის იმდენად რა ვიცი რო ვიხსენებ აი ჩემ დროს რა ანუ მე უკვე გამიმართლა იმიტომ რომ მე და მეგი დავდიოდით რა და უკვე აღარ გძნობდი რომ აი რაღაც ისე რა კომფორტულად ვიყავი მეგისთან ვიყავი და იმიტომ რა და მარტოც აი კი უკვე გამივლია რაღაცა მაგრამ ეგ უკვე შერბილებული იყო რა ის პირველი ყინული მაინც მეგის დროს უფრო იყო არა მეც ხო გეუბნები არც ისე დიდი ხნის დაწყებული მქონდა მაგრამ ეხა ეს უფრო ძირითადად აი ეს ძირითადად ყურებით გამოიხატება და ეხა ისეთ ინციდენტს ვერ ვიხსენებ აღარ გითხრა შეიძლება არც მახსოვს უბრალოდ მართლა არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა რა რა თქვენ და გოგოები არ დაგებდნენ არავინ აი მარი მიხელიძე ეს ხო მარი 17-დან თუ არ ვსწრებ მაგრამ თქვენ ბევრად მანამ დადიოდი მარი ქალაქში ქალაქის ველოსიპედი ყავდა ისე მახსოვს
და აი ბევრჯერ ქალაქში დავინახავს ისე მიხარ რომ და ხოლმე ფოტო გადაუღეთ ველოსიპედს მარივერი დავინახე და ველოსიპედს გადაუღე ფოტო ძალიან მიხარა და მარის ქალაქში ხო და აი ტურებზე და აი სადმე უკვე გასვლითები მე მეგონი სამთო რო შეიძინა მე უკვე მარიმას დაიწყო და მე მაშინ დავჯექი ზუსტად და გული ეწყდებოდა აი სულ ნერწყვები მომდიოდა აი მარის სადაც დავინახავდი მე მგონი რაჭაში იყო რაღაცა მოიარა და რა იქ უფრო მომავალი პერიოდი იმიტომ რომ აქ პერიოდში მეც ვყავდა უკვე ველოსიპედი რაღაც 2018 მე რა ფოტოებიც მაქვს ხენა ნახე აი ვამბობ იმ პერიოდს, როცა დიდგორზე ჯერ კიდევ იყო გრუნტი. ეხლა ძალიან დიდი ხანია გრუნტი აღარ არის, საერთოდ 4-5 წელი არის, გონი აღარ არის გრუნტი და ალბათ მე ნახე ფოტოებით, კანი 2000 მართლა ესე 13, 14. გრუნტი რო აღარ არის, კი არ ვიცი. ხო, მეც არ ვიცოდი, მან თუ გზა გაკეთე. ხო, და ეგეთი ტურებში ეხლა თქვენთვის ვეთობოდა აი სამთო ტურზე მოდი წავოდი დიდგორზე, ეხლა მათ მიდიხარ უკვე ტრასის ტურში. საკუთარი ის რთული ტური იყო ხოლმე დიდგორზე. გახსოვსნი ძალიან ისეთი მე შენ ტალახიანები რო კი ის რა ქვია თაზოს ტური იყო არა მე მგონი თაზო თამაზიც ხო თავში ციკანეზე ბევრჯერ ძალიან კარგი ტურებს აკეთებდა ხოლმე თბილისის შემოგარენში ძალიან კაი იყო მონასტერი იყო რაღაცა მახსოვს აი 5 კილომეტრიანი აღმართი იყო მიდიხარ ბევრეთი ძალიან მაგარია ბევრეთიც ბევრჯერ რამდენჯერმე უბრალოდ ბევრჯერ არა რამდენჯერ ბევრეთის ტურზე ერთხელ ხო იცი მე ზოგს რაღაც გაუფუჭდება გზაში და ველოდები და დაგვიღამდა წვიმა წამოვიდა და აი სულ თვალდახუჭული ჩამოვედით იმ გზით მთელი გზა აი ესე რომ თან რო გასხავს თვალებში წვიმა და ღამე და ძალიან ნუ მოკეთ კაი ძალიან აქტიური სიტუაცია იყო იმ პერიოდში ხო მაინც კი მე აი ეგ იყო რომ უბრალოდ მე სუგულმწლებოდა რომ გოგოები ძალიან ცოტა იყვნენ და ხო გეუბნე ხა კივილო რო გამოსე ჩემთვის რა მაგარი რაღაც იყო თან გდანში რომ დაემთხო რომ დაში ცხოვრობდა და დილაობით რომ ავეწყოთ რა კარგად ძალიან იმიტომ ყოველ დღე დავრბოდით მე მამკოდაზე დაემთხო რა ძალიან და მამკოდაზე კი ყოველ დილით რაღაც პერიოდი ისე ავაწყეთ ყოველ დილით სავარჯიშოდ ავდიოდით მამკოდაზე ნუ დავრბოდით ხოლმე და თან ეს გაზაფხული რომ მოვიდოდა და ყვავილები და ეს რო შეივსებოდა სიმწვანე და ერთი სიამოვნება იყო და მე იქ პატარ-პატარა რო უკვე ავით ისეთი ერთი გზა რა და მოდი აბა ეხა სხვაებიც მოვძებნოთო და გადასახვევებს ვეძებდით რომ აბა მოდი აქ წავედეთო და გინდოდა რომ პოპულარული გამხდარიყო ეს მამკოდის მხარე იმიტომ რომ სულის სიკუ და ეს მხარე ხო და გინდოდა მამკოდის მხარე და კაი ბილიკები გვენახათ ეხა დღემდე მინდა ისე სიმართლე იმიტომ რომ ძალიან მიყურებული ასეთ მაინც ეგ გზა და არ არის ეხა ისეთ პოპულარული და ქალაქგარეთ დადიოდით ხოლმე ტურებში კი, მაშინ ეწყობოდა ტურები და ეხა ხო კომერციული ტურებიც წამოვიდა, მაშინ არ იყო ხო ასე. და დაფინანსებდა ხოლმე ეს მაგ. დაფინანსებით არა, ჩვენი ფულით რა, ხო. ანუ ტრანსპორტის ქირაობა შედიოდა ის ფული განაწილდებოდა. და ბევრი იყავით ხოლმე? ბიჭები უმეტესობა ხო იყო და საკმაოდ გროვდებოდა რა ხალხი არ იყო ესე რომ აი ორი კაცი სამი კაცი არა გროვდებოდა ხოლმე. ხან შოთი იტყო და მოდი აი აქ წავიდეთო ცხეთა რაღაცა ეგეც უცებ აი რაღაცა დამაბე ხოლმე რომ ის მაგ პერიოდში ხო იყო ურთიერთობებიო იმიტომ რომ რაღაცა უფრო ცოტა რო იყავით ყველა იცნობდა ერთმანეთს და თუ ვინმე სადე მიდიოდა მე რო ყველა მიდიოდა და ისე არა რომ რაღაცა იყო რომ აი ქუჩაში რო ვინ ველოსიპედიანი შემხედრო და აი დავიძაბებოდი გონებას დავძაბავდი რომ ბინარი ვინ არისო რა და მეგონა რომ ვიცნობდი მეგონა რომ ყველას იცნობდი ხო რა და ოჭველი ან ხელს აუწევდა რა. ხო, ეს წესიც იყო კიდე ხელისაწევის. კი, ეხლა არ ვიცი როგორ არის. ხო და ეხლა რომ დავინახა ველოსიპედს, გონებას აღარ ავძაბავ რა, იმიტომ რომ უამრავი დადის და კი. ეხლა უკვე ეგრე აღარ არის ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადის უკვე რა. განსაკუთრებით აი კურიერები რო დადიან, მაგან რაღაცნაირად ხელი შეუწყო იმას, რომ ეს ძალიან ველობილიკები გახდა პოპულარული, რომ აი მართლა იყენებენ ადამიანები. ხალხიც მიაჩვია, რომ ველობილიკზე შეიძლება ველოსიპედმა გამოიაროს. კი, ძალიან ეხლა ივაკეში რო გაიარო აი სუდადის რა ცენტრში უფრო ველოსიპედი ისა ეს ამ სუდატურთული არის რა
ანუ წეგან შენ ძალიან კარგი რაღაცა თქვი. ოღონდ ვიდეოს გარეთ ამბობდი, აი თხილამურებზე მანევრზე, რომ აი რო ჩამოდიხარ, რა ლამაზად უნდა ჩამოხვიდე თქვათ, მიხრა, მოხრა და რაღაცა კულტურის დახვეწა და ველოსიპედზე მაგალითად ეხლა ძალიან ბევრი მართლა ინტერესდება იმის გამო, რომ წინათ თამილა ამბობდა, თამილა იყო ჩვენი სტუმარი და ამბობდა, რომ ის ველოსიპედი იმიტომ მომწონდაო, რომ აი ლამაზად რო აცვიათო რა, ეს უკან ჯიბეები, ელასტიკები, სათვალე რაღაც ეგეთები და ეგეც სხვადასხვა ნელ-ნელა შემოდის რა. კი. ანუ ძალიან სასიამოვნო არის, ჯერ მარტო აი აღნაგობა რო აკადემია სპორტული ხო მიხარია და მე ეს ტანსაცმელიც თუ სპეციალური აცვია კიდე უფრო კაი შესახედავი არის და მაგის ერთ-ერთი мотиваტორი ეგეც არის ხო რომ აი ფერადი ლამაზი ფერადი და კი რა თქმა უნდა. თქვენი ფოტოები რომ აქ ნახე რაღაცა ზოგს ჯინსი აცვია, ზოგს რაღაცა ხუთი და ყველა გავიარეთ ეგ პერიოდი ძალიან იშვიათობა იყო რომ რამეს ველო ტანსაცმელი გეშოვა. კი და ეგ ჩაცმის კულტურა ლაშქრობა რო დავიწყე, მაშინაც ესე ვიყავი რა, დამწყები რომ ჩაცმის კულტურა ლაშქრობაზე როგორი აცვია არ მქონდა და აი ბაზრობაზე ბოტი ვნახე, ვიყიდე და ამ ბოტებით ხო ყველგან წავალ და ფეხი არ დამისველდებაო. ხო და ასე წავედი საწავედი ლაგოდეხის შავი კლდის ტბები რო არის. მან დავედი და ჩამოვედი. ეხა ვერ წარმოვიდგენია, ეხა ბოტებით რო სადმე წავედი, მით უმეტეს მან და რა და მაშინ აი ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, რომ მაგარი რამე მაცვია და წყალი არ შემივა ამ მაშინ. და წყალი არ შევიდა, მოჭიდება კაი აქვს. არ დაუსრიალდება. ხო და მე ნელა გებულობ, რომ აი ის არის და თან გიმარტივებს ცხოვრებას რა, ამ სუბუქი აღჭურვილობა სადრო გაქვს და ველოსიპედზე კიდე არის ახლა ფეხსაცმელზე ჩამკეტება როგორ გამარჯვება. თქვენ დრო დადიოდეთ ჩამკეტებით, მეთქი გოგოები ჩამკეტები დადიან, რაღაც ესეთი იყო რა. მეც მეგონა რთული იყო, სოციალს არ არის რთული, ჩამკეტებზე გადასო პირიქით რა. იქით აი თან ყველაზე მოშვებულზე გეყენოს და ნებისმიერ მომენტში განვითარდეს. ხო, ერთმანეთს უზიარებდით ხოლმე ამ ჩამკეტებზეც ერთად დავჯექით, ერთმანეთს როუდებიც ერთ პერიოდში ვიყიდეთ და მოკეთ ეს აღთვალებულებით ცხოვრობდით რაღაც. მე თქვენ ეს როუდები პლუს გადაზარდეთ ტრიატლონში. კი. კაცურვაც მაშინ ვისწავლეთ. რაც ერთმანეთის ხათრით არა, რაღაცა ისე გამოდის. ერთმანეთის აი მიბაძველობითაც, მიბაძველობითაც და ემთხვა, ძალიან კარგი და ძალიან მოგვინდა ეხა რატომაც არა, ხო? ეხა აქტიურად გვინდოდა უკვე სხვა ტრიატლონის ისეთი სიტუაცია იყო, ხო? გოგოები არ იყვნენ. აი ტრიატლონის იშვიათობა იყო რა. აი შემთხვევით გავიგე მარათონზე პირველ ჯერ სირბილი რო მარათონზე ანუ ძალიან საყვარელი წვილი იყო მარათონზე სირბილის ნახევარ მარათონები რო იმართებოდა 21 კილომეტრის. ხო, კი. ხო და ერთი ძალიან საყვარელი წვილი იყო რომ ველაპარაკეთ ეცოთ ტრიატლონის ფინიშერის რაღაც ზედები რა და ევროპის რომელიღაცა ქვეყანაში გავიარეთო ტრიატლონიო და ესეთი ფინიშერის ზედებიო და ტრიატლონი ჩავმეთქვა აი ცურო ველოსიპედი და სირბილიაო და ვა რა მაგარი ხალხიაო რა ვიფიქრე და ჩამრჩა რა თავში და ახლა მე და მეგი რო ვარჯიშობდით მე წამოვიდა ეგ ლაპარაკი აი სირბილი მე რო პირველად მივიღე მონაწილეობა შენ არ იყავი მაშინ შენ მიყვებოდი მაგას ხო ერთხელ მივიღე მონაწილეობა ცურვაც როგორ იცი როგორ მქონდა თვითნასწავლი ან ბასეინზე რო სხვას რო უყურებ როგორ ცურავს და რო ცდილობ შენც ეგრე და ჩაყვანთული ვახერხებდი ცურვას და მე მეგონა ლისეც გავცურავთ მაგრამ მე უკვე შეჯიბრო დაიწყო და ხალხი შეცვიდა და გაცურეს ვაი მე ყურყველობა წყალში ვერ გავედი რა და ნავებით მოვიდე ნაშენები ქალბატონო ხო ხედა ვერც ვიყავით ორი გოგო ქეთო იყო ერთი პატარა გოგო მაშინ ხუთჭიდელი იყო ცობაია მაგ ხუთჭიდელი იყო და მად მიიღო მონაწილეობა მე და ქეთო ვიყავით და მოკლედ მე რო ამოვედი წყლიდან როგორც იქნა მედი გააგზელეო მოკლედ და გავაგზელე მე ველოსიპედის სირბილი და ჩამითვალეს პირველი ადგილის მე რა მაგარი ქეთო თავის ასაკობრივში პატარა იყო მე ჩემს ორი ვიყავით მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონება თქვენ მიმართებაში რომ 2019 წელს მითხრეთ რომ ტრიატლონი ტარდებაო ამოვედი გულშემატკივრე გიფსის და ლალოს და მოდი ვარ და შენზე ვიცი იმიტომ რომ წანე მაიკაგეცა წანე ფოსფორეს მაიკავეცა თქვენზე ვიცოდი ხარ რომ ლეგენდები არიან კივილა და მეგი და თან შენზე ვიცოდი თეოსგან რომ ძალიან სრიალებდი თეოს კი და მოვედი და თელ ხმაზე ვყვიო რა კი კივი
საერთოდ არ ვიცნობ რა. აი, კი ვიცნობ, სულ შემატკივრული შორიდან. და მაგდროს მე ბოლოს მოხდი შენ, მაშინ იყავი ორსუა. ხო. მე ეს შორიდან უყურებ მეთქი ნეტა გავიცნე. ლეგენდა. ვიღაცები მეუბნებოდნენ, კრიტიკაზე რომ დავდიოდი ხოლმე, რომ ვიღაცა მეუბნებოდა, რომ შენ იცნობ კივილაზე მეგიცნობ. ჯერა, მანდამდე ბევრი სერიოზულად ახორა საერთოდ მართლა ეგრე მეუბნებოდნენ ხოლმე და კი ვა მეთქი რა მაგარი გოგოები არიან და აი რა ვიცი არა და არაფერი უბრალოდ განსაკუთრებული არაფერი თქვენ ბევრად მაგრად დადიხართ ბევრად ხო აი ბევრად კი არა აი მოსაყო ტანიც აი რომ 200 კილომეტრს ერთი ამბოს თქვით გადიხართ და ხო ჩვენ აი 100 რაღაც არის ჩემი მაქსიმუმი რაც გავლილი მაქვს მართლა აი არც მაგდენიც არ მივიდა უბრალოდ მაშინ გამოვჩდით იმიტომ რომ მართლა გოგოები არა წამოიგნე იმ პერიოდში როცა აი მაგ პერიოდში რა აი გოგოებს ისე უყურებენ აი ხა მამა ჩემს ეს რო გეთქვათ რომ რო უთხარი ერთხელ რომ ველოსიპედი მინდა თქვა ისე იყო რომ ამ ქუჩაზე არ გაიარო თემ ქუჩაზე თქვი რა ვიცი რა თქო და ანუ ადამიანებს უცებ ჩამოხედავენ რა ესე და ხო მამები დამცველები არიან მაინც აღასანათ რომ გიცავენ რომ რაღაცა არ გიდა რომ რაღაცა ვინმე რამე გითხრას მოგაძახოს ზუსტად და მაგიტო პირიქით ძალიან ესეთი ეგრეთ წოდებული გმირობის ტოლფასი არისო შენ გაბედე და ესე გამოდიხარ და დადიხარ ველოსიპედზე კი აი ჩემთვის მართლა ძალიან მცხენოდა თავიდან მარტო რომ მე და სხვათა შორის მეგობრები რო გავიჩინე უბრალოდ ძირითადად ჯერ თავიდან ბიჭები იყვნენ მაგრამ მე ხა ამ ბიჭებისგან მე არანაირი პრობლემა და დისკომფორტი არ მიგზნია გამხნევებენ რომ აი მიდი მაგარი ხარ შეგიძლია ხო აი მაგალითად პირველად იყო გუდაურში რო წავედით ამ ჩემი კიუბის ველოსიპედით მუხრუჭები რომ აი ესე უნდა დაგეჭირა ხუთივე თითები ჩაბღაუჭები რომ გაეჩერებინა და იქ მაშინ რაღაცა ის გაიხსნა ველობილიკიო გუდაურში და იქ ავტობუსში ჩავხსნა მეც გავყევი მოკლედ ბავშვები ჩემთვის ახლა ყველა ბავშვი და ბიჭები ძირითადად ერთი გოგო იყო კიდე ძალიან კაი გოგოა ხო ისიც მოყვარული იყო ველოსიპედის და წავედით რა მოკლედ და ხო ნუ მოკლედ ჩემთვის ვიდეოც მაქვს ხოთა შორის Facebook-ზე არ ვიცი გონი ნახე მაგ ფოტო full face გიკეთია ეგ არის full face ეს ფოტო მაგ ნახე ხო ხოთა შორის გოდი ფრუიძე რო იყო ხო იცი მაგას ყავდა ენდურო ძალიან კარგად მეხმარებოდა ხოლმე გოდი თავიდან ისე მახსოვს ჩაფხუტსაც მათხოვებდა აი თანადგომა იყო ძალიან კარგი ხო და ამ ძალიან ისე ცუდი ველოსიპედი წამოვედი დავეში მოკლედ გუდაურიდან და ჩემთვის ეს რა იყო და ბიჭებიც ვაუ აი ისაო გოგომო გაბედაო ბოლომდე ჩამოვიდაო და ой რა ხელა мотиваცია იყო კი და ამ ხელა мотиваციას რო გაძლევენ რა მე გვერდი შენი წრე ყავს უკვე და იქ უკვე ეს გარედან ერთი კომენტარი ან ისა რო აი ვინახა უკვე აღარ ვეღარ აღწევს რა შენამდე სქელკანიანი ხდები ისხლიტავ მაგებს რა დაში აი თუ მომინდა შემიძლია არ შევამჩნიო რა და ვერ ვამჩნიოდი რა აღარ აღწევს შენი სექტორო ყავს უკვე ჩართული ხარ რა იმ ამბავში და შენ ხო და უკვე აღარ გაინტერესებს თან იმდენად აფასებდნენ რა რომ აი რაღაცას რო გააკეთებდი რომ აი ყოჩაღ და აბა გულშემატკივრობა ჰქონდათ რა რომ ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ აი მართლა ეს გიფსიც რა ვიცი გეწაძე მიშა გახსოვს რა ვიცი კიდე შეჯიბრებების ისენი მაქვს ნანახი რა თამაზი ტიკანაძეს ჰქონდა ხოლმე რაღაცა შეჯიბრებებში არ ვიცი რაღაცა სიუჟეტი არის სუფრა არის გაშლილი და თქვენც ხარდო რა შეჯიბრება ეგ არ ვიცი დიდგორის მაგრამ კივილარი იყო შენ კივილარი იყო დიდგორის შეჯიბრში მაშინაც ორი გოგო ვიყავ ცხოთა შორის ორი გოგო ვიყავით მაშინ და ვაიმე 100 ლარიანი ვაუჩერი მაჩუკე 100 ლარი ხუმრობა საქმე არ იქნებოდა ხო და მე მგონი სკოლის თუ სტუდენტების არ ვიცი მაგათი ის იყო შეჯიბრი და მეც რაღაცნაირად მოვხვდი მაგ ბავშვებში და რაღაც ისეთ მეუხერხულა მაგრამ ნუ ისე მაგ ისე აქტიურად ტარდებოდა ხოლმე მსგავსი შეჯიბრებები თუ ისე არა ისე მე უფრო დაიწყო ხო არა იყო ესეთი რამდენიმე ისეთი გასა აი გუდაური იყო ძალიან კაი ერთი ორჯერ იყო ესეთი ვინ აფინანსებდა არ ვიცი მოკლედ ვინ იყო ამისი ორგანიზატორი მაგრამ ძალიან კაი იყო რა ბავშვებისთვის და წავსულიყავი ხა აი ნანობს ხედა არ და რამდენი მეხვეწე რამდენს მეხვეწები მახსოვს და
რატო ვითრევდი ფეხს რომ რატო და ისა თავი მოიმკვდარონე. მე მართალია ეგეც მეხერხება. ხო რამე რო არ უნდა და ხერხემალი და ის მოიგონებდა ხერხემას ხო თავი წავიქციე რა ერთ სიტყვით ხო. აი მომიყავით გერგეთის იმიტომ რომ აი არ ვიცი ოღონდ ერთი ორი წუთი ადრე დამეწყო. ვახოს რამდენს მეუბნებოდი რა და აუ გერგეთი ისე გული მწყდება რომ ეგ აღარ განმეორდა იმის მერე. აი თქვენთვის უკვე თქვენც ვერ რო წამოხედით ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. იქნება იგივე კიდე განმეორდეს. იცი რა ჩვენ მგონი სტუმრად აერთხელ ვეკუა ყავდა რომელსაც მოყვათ თუ არ ვსდები გერგეთიძე მაგრამ რა მოგუყვა ერთი ორი სიტყვა გერგეთიძე და იქნებ ვიღაცას мотиваცია გავიშდეს რომ გაკეთდეს ეგ. ნუ Red Bull-ი ატარებდა მაგას და იქე მოუნდეთ. არ ვიცი რატო შეაჩერეს მშვენიერი შესაძლებლობა თან რამდენიმე სპორტს აერთიანებს და იყო სირბილი, იყო კაიაკი, ცოცვა, კაიაკი, ველოსიპედი და ველოსიპედი. 4 სირბილი, ხო, კაიაკი, ცოცვა და ველოსიპედი, ხო? ხო, ნუ მოკლედ ძალიან ისე ჩართული ვარ ამ ველო ამბებში და ამბიციებიც მაქვს რა თქმა უნდა უკვე. ხო და ისა, ანუ ეს Red Bull-ის ის რო დაანოს და გერგეთითი მანამდეც წინა წლებშიც რო ჩატარდა ძალიან მომწონს, აი თვითონ თაში ეს ყველაფერი ეს აქტივობები, აი ძალიან მაგარი შესაძლებლობა იყო და მე ნუ ინფორმაცია იყო ის რომ ან ჯგუფი უნდა შეკრა რა იპოვო შენი კაიაკერი უნდა ყავდეს მორბენალი მცოცავი და შენ ნუ ველოსიპედი ხო და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ძალიან ისეთი მომენტია გადავწყვიტე იმ ხელაზე რაღაც ამბიციამ გამიჩნდა რომ მოდი სუ გოგოების ჯგუფი შევქნათ ხო რა სუ გოგოები რომ ვიყოთ ეხლა როგორ გინდა მორბენალი ცოცავი კაიაკერი ხო და ნუ მოკლედ დავიწყე ნუ ერთი მარგო ყავს ჩვენი მეგობარი ერთი ჯაფარიძე მარგალიტა თუ იცი ხო იცი ხო და ჩვენი მარგუნა მორბენალი ჩვენიურად რა კარგად ხო და ვუთხარი მე მარგუნა მოდი ჯგუფი გავაკეთოთ რანლობიანი ერქვა ერთ ისა ჯგუფს მორბენლების ჯგუფს ხო და მანდი ვიყავით ორი გაწევრიანებული რანლობიანელები და მოდი ჯგუფი გავაკეთოთ და ამ ჯგუფს მე რა დავარქვა ეს Facebook ჯგუფი რო იყო მაგაზიანობა კი ხო და მოდი რა დავარქვა ჯგუფს და მოდი გოულობიანი დავარქვა ხო და გოგოები ვიყოთ რაღაცა ესე იგი გვჭირდება ეხა მე და მარგო ვართ გვინდა მცოცავი და კაიაკერი ნუ Red Bull-ის მე ორგანიზატორებს აურეკე რომ ნუ კაიაკერი გოგო თბილისში ვერ მოვიძიეთ რაღაცა რომ ესე გავიკეთეთ გამოვიკითხეთ არ არის ფიზიკურად და მე დაგვპირდნენ რომ არის საშუალება ერთ-ერთი უცხოელი იყო სახელი ზუსტად ეხა აღარ მახსოვს შეიძლება შეცდომით თქვა ჯობია, ნუ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და აუ რა მაგარია როგორ გაგვეხარდა და ეხლა მცოცავზე ვეხვეწე კივილას. თავი მოიკვდა და არაო რა ვიც კი ვიცოდი რომ ცოცავდა თუ რაღაც აქტიური ცხოვრებით ყველას დაურეკე და ისე მოხდა რომ ყველამ უკან დაიხია. და ალბათ თვითონ ივენთი როგორც ასეთი ეს Red Bull-ის ივენთმა ცოტა შეაშინა, ხო? რომ აი იფიქრეს რომ რაღაც მეტი უნდა გაეკეთებინათ იმაზე რაც ფორმაში არ ვარ თო ძირითადად მაგი მიზეზი ეგ იყო რა ერთი გოგონა იყო რომელიც კიოთ ჯერ თანხმდა და მე ბოლოს იმანაც უკან დაიხია და აი მე რა ვქნა ცოცავს ვერ პოულობ ხო და ერთი გოგო არ ვიცი საიდან გამომეხმაურა რა საშუალებით აღარ მახსოვს ნუ როგორ ვიპოვე არ ვიცი ნუ დაამთავრდა ის გოგო საერთოდ ნაცუციც არ იყო იმაზე ხო კლდეზე საერთოდ არა ნუ მე მგონი ხელოვნურ კლდეზე კიო ხო და ისა გახვიდით ეს 4 მოკლედ ესე ხო რა 4 გოგო უკვე ვიყავით დავრეგისტრირდით ესე გავედით მეც რო გითხრათ დიდად ხა ისეთ ფორმაში ვიყავი და რაღაც ჩემი პრობლემა ყოველთვის იყო რა აღმართში ესე თუ გავჩერდებოდი ვეღარ ვაგრძელებ ძალიან მიჭირდა ხო დანარჩენი ხა დაშვებისას არ მეშინოდა იმიტომ რომ ბიჭებთან ერთად გამოცდილება მქონდა რომ დაეშვებოდნენ და მიყვებოდი ხო მეც მიყვებოდი ხოლმე ნუ ისეთ შიში არ მქონდა ძირითადად ჩემი პრობლემა იყო აღმართზე რომ ის ვეღარ ვაგრძელებდი ხოლმე ისე ორივე სამაქე კითხვა
რა იყო თქვენთვის ესეთი ყველაზე დიდი გამოწვევა? აი, ჩემი გამოწვევა აღვართები იყო საინტერესო რა. საინტერესო, მაგრამ გაგძელება, აი, რომ გავჩერდებოდი ეს, ვერა და ვერ, აი ბოლომდე, აი დღეს საერთოდ ფორმაში არ ვარ, მაგრამ აი ძალიან მიჭირს, რომ როცა აღმართზე ისეთი ცოტა ესეთი ხო, არა, ეგეც არა. მაგრამ აი ჯვარზე რომ მივდიოდით რა, გლდანიდან იქ ჯვარზე და ეს საყვარელი აღმართები რო იყო რა. მიდიხარ და იცი რომ გათავდება რა, ეგეთი აღმართები მიყვარდა. ხო, მიზანი რო იცი რომ აი ტექნიკურ აღმართზე ძალიან მიჭირდა, ხო. აი სოციალურ გეგეთითი ვიდრე იქნებოდა, მად ყაზბეგში ჩავედით რამდენიმე დღით მე ლაშა ის იყო კიდე ალხანაიძეც წინა ისენი რამდენიმე კვირა რით ადრე იყო თუ წინა კვირას ნუ რაღაცა ვივარჯიშე ბიჭებთან ერთად ეს მაგ აღმართებზე რომ რაღაცა იყოს ანუ ტექნიკურად არ ვიყავ ისეთ ფორმაში მაგრამ ეს მონაწილეობა ჩემთვის იმხელა ზეიმი იყო და თან რა იყო იცით ყოველთვის წუხდი იმაზე რომ გოგოები არ იყვნენ ჩართულები და მინდოდა რომ სხვებისთვისაც ეს მაგალითი ყოფილიყო და თან რაზე ვიბრძოდი და რა მინდოდა რომ ქალების კატეგორია არ იყო ეგრეც ცუდია ხო გახსოვს ყველგან ვეხვეწებოდი ქალების კატეგორია გააკეთეთ და გოგოებიც გამოვლენ არ ჯეროდათ რა სამი გოგოს გამო ხარ გავაკეთებთ იძახდნენ აი სადაც იყო შეჯიბე გიგა ძულიაშვილიც ატარებდა სოთიშორის ახლა გამახსენდა რუსთავი კიდე იყო ბაიკ ფესტი ხო ბაიკ ფესტიც არ გააკეთეს აი რამდენჯერაც ახლა არ ვიცი მე თუ გინდა ეს მოჭერი აი ჩემთვის იყო ძალიან ისა ძალიან უკმაყოფილო ვიყავი ამ ყველაფერთან ხო და აი ამ რედბულის გერგეთიძეც კი არ იყო ქალების კატეგორია. და ის იყო ძალიან ცუდი. ანუ ალბათ ამას სხვა ორგანიზება უნდა და თვითონ ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო ამით დაინტერესებული. ხო, რეკლამის წოწიარი რა. არ იყო ეგ. ნუ ცოტა გოგოზეც არის რა, ეხლა რო იცია რომ მარტო ორი გოგო გამოდის, მეთქ მოტივაცია რა ვქნა, რატო რა ძლევს გაინაწილებენ. ხო, მაგრამ თქვენ გააკეთეთ, რა მიდის მაგათი გაეკეთებინა და სხვებისაც მოუნდებოდა. ხო, ეხლა ეგ უნდა ყოფილიყო პირიქით, მოტივატორი სხვებისთვისაც რომ მოეწონათ. იცი რა ხო ეხა მახსოვს რომ ბოლოს რო ველოსიპედით გამოვედი მარი მიხელიძე მეუბნება რომ აი გოგოების შეჯიბრი არისო რა სამთვალეონ და მე შენც და მეც რო ვიყავით რა და გავამაგროთ რა გოგოების ისე და წავედით რა ერთხელ ვიყავი კი ერთხელ არ იყავ ისე ამოხვედი ის პირველ ჯერზე არ ამოხვედი ისე არა ისე რო იყო მე დაათხოვეს ველოსიპედი ერთხელ ისე მონაწილეობა ერთხელ რაღაცა იყო ხო რა ანუ ორჯერ ჩატარდა იმ წელს და ერთხელ ისე ამოხვედი და მე მეორედ უკვე მიიღე მონაწილეობა ეგრე მახსოვს მე ხო მახსოვს რომ ხო ერთხელ ვითხოვე ველოსიპედი და ეგრე და ვერ იხსენებ საგულშემატკივრითაც იყავი არ მახსოვს საგულშემატკივრად მგონი სურათებს ვიღებდი და მაგრამ შენზე მახსოვს რომ იყავი და ძალიან ესეთი ძალიან მოტივატორი მე საერთოდ არ ვიყავი ფორმაში მაგრამ ჩემთვის რა მაგარი მე ორივეზე ხო მიიღე ორივეზე და მეორეზე კაი შედეგი მიდავდე კი აი რამხელა მნიშვნელობა რამხელა მნიშვნელობა აი ორი კვირა რო გადააბა ივარჯიშო აი ძალიან ბევრად კარგ შედეგს დადებ რა აი ორი კვირა ყოველდღე რო ივარჯიშო მართლა რა ჩვენს მაგას ამოვთხოვე რა ეხა გოგოებში რომ როცა გაქვს რაღაცა მიზანი, აი თქვა დაანონსა რაღაცა შეჯიბრი, ხო? არა მარტო გოგოები, ბიჭებიც კი იწყებენ ხოლმე ვარჯიშს და მაგ პერიოდში ინტერესი იზრდება, რომ იცი ის უნდა ადგე დილით, ისთვის უნდა გახვიდე და დახარჯო თქვა დღეში 2 საათი და ესე უბრალოდ რო არც შეჯიბრი არ არის, არც მომავლის პერსპექტივა არ არის. ხო რა, დასკიპავ რა, იმ დილით თუ ვერ ხარ ისე სრულზე რო დასკიპავ და რა დაშავდება ახლა რა და იქ კიდე რო ელოდები შეჯიბრს ეხლა რო ეს დავსკიპო, მე შეჯიბრზე გულნაწყენ დავრჩები, ვერ მივიღებ შემშედეგს რაღაცა და გაიძულებს რომ გამოხვიდე რა. ეგრეა ზუსტად და თან აი ხა მაგალითად ზოგადი ფორმა თუ გინდა შენარჩუნე, იტყვა რა კვირაში ერთხელ მეყოფა რა, ორჯერ რო გავიდე 9 საათი ძალიან ესე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შეჯიბრზეც 9 საათი რო გახვიდე, ეხლა არაფერი არ არის. ხო, თან იცი რა არის, აი შეჯიბრზე რო გადიხარ და აი ახლოს ხარ რა და ვერ არა, აი ვერ მიხვედი რა იმ შენ იმამდე და ხვდები რომ აი ცოტა გადაგაკლდა. აი ეგ ცოტა რო გევარჯიშა, არ დაგაკლდებოდა რა. აი მაგაზე მე შენ თავზე მომდის ხოლმე ბრაზი რომ აი ხო ხედავ რომ შეუძლებელი კი არ იყო, მაგრამ ცოტა რომ მეტად მივწოლილიყავი ჩემ თავსო, აი ამას ვიზავდიო რა. ანუ ზუსტად მაგას გაჩვენებს შეჯიბრი რა. კი, აი წინა კვირას ამდღარიყავი ორჯერ. თერაპია გეძინა რა. და შენ ამდღრის ან ცოტა ადრე დამეწყო ვარჯიში, აი ეგეც ხონდა რომ აი 2-3 კვირით ადრე დამწყე და ცოტა კიდე ადრე დამეწყო პროგრამებიც რა, რომ უნდა მიყავი ამ პროგრამას და
ძალა დიდი ძალა აღარ დაგედგება მე რა. აი, მე მაინტერესებდა კიდე ერთ-ერთი, ეხლა მე თვითონ ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, ვინც მოდის ესე ძველი სტუმარი ესე რა თქვა, რომ აი იმ პერიოდში რა ხდებოდა, იმ პერიოდში აი რაღაც რა გამოწვევა იყო, ან ასე შემდეგ და თქვენთვის იმ პერიოდში აი რა, არა მარტო იმ პერიოდში პრინციპში რაღაც შორი კი არ იყო. სად ყოფილიყავთ ყველაზე ისეთი შთამბეჭდავ ტურში? ეს ტური შეიძლება ეს გავსედა მე გამიხსენებ, შეიძლება ვთქვა. ჩემთვის თამბეჭდავი იყო, ზღვაზე რო წავედით მე და კივილა რო ვდებით. არა, თბილისი და ვერა, მაგრამ ჩემთვის ეს მიზანი იყო, საერთოდ იმ დონეზე ფორმაში მინდოდა ყოფილიყავი, რომ მაშინ ლაშა ციკლაური და ბეჟანიშვილი იყვნენ წასულები ხო გახსოვს და ეგენი იყვნენ და აი ძალიან მინდოდა, ჩემი ერთ-ერთი გეგმა იყო და ანუ არ ვეღარ განახორციელე. მაგრამ აი ეგ მაინც ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ტირალაზე ავედით ოსპიტალებით. ანუ მატარებით წახვიდით ბავშვებში. მატარებით წავედით ქობულეთში და ქობულეთიდან უკვე ველოსიპედით გადავადგილდით. ჯერ ტირალაზე ავედით, ხო? არა, ციხისძირში ვიყავით. მერე ტირალაზე, მტირალადან ბათუმში ჩავედით. ბათუმში და იმსაღამოს. ბათუმშიც რა კარგ ესეთ ვიარეთ, ხო, ადგილას ვიყავით გაჩერებული. სარფშიც ვიყავით იქაც ველოსიპედებით. სარფში თურქეთი გვიდა და გადასვლა და ძალიან სასაცილო. არ ვიცოდით რომ სასაცილო იცი რა იყო. წამოდი სარფში, ანუ წამო თურქეთის ზღვაში ვიცურავთ. ეს მქონდა რა მუღამი რომ თურქეთში უნდა გადაგვედგა ფეხი. ჯერ ხო სარფში ვიცურავე და მოდი ახლა თურქეთში გადავიდე. დავაჯექით ეს მედივართ ეს ბაზა ხო არის რაც საკონტროლო და რაღაცა დავადე თავდა ეს რიგები გავიარ და მივქრივარ და საით გამოგვეკითხე ხო და თურქეთში გვიდა გადასული უბრალოდ გაილა გავისენა პირადობები გააქვს ასე გაიგე არ ცოდით გამოგვაბუნწულეს იქიდან უკან ვერ წავედით ოკეი ძალიან სასაცილო იყო რა კაი იყო მოგეთ ისეთი გასლები იყო ძალიან სასიამოვნე მე ეს რო ცურავ ეს დაღლილი და ეს რა კარგად ის მე ზღვაში რო შეხვალ ეს არის საოცარი კიდე რა ძალიან მაგარი ფოპარი შენ სად გქონია ყველაზე ესეთი შთამბეჭდავი ეგ ძალიან კაი რაც იყო მეგისთან რო ვიმგზავრეთ თან თავგადასავალიც იყო რა მატარებელში ველოსიპედი დაშალე წადი და 4-5 დღე და ესა და ერთი კიდე რა მახსენდება რა ეს არ დამავიწყდება ერთხელაც ღამეა უკვე აი 10 საათია ბნელა რა ზამთარია თან და მოусვენრობა რო არ გვასვენებს რა ერთმანეთს შევეხმიანეთ და რაღაც ვარჯიში გვენატრებოდა რაღაცა გვენატრებოდა გასვლა რა და ცხეთაში წავედით თუ გინდაო და გინდაო რა ორივე ერთაზე ვიყავით და წავედით ხარლა ღამე იყო და მახსოვს რომ ანუ ზამთრის პერიოდი იყო იმიტომ რომ თვილები გვეცვა და ამრეკლები და რაღაცები რა და წავედით მართლა ჩავედით მცხეთაში და უკან რომ მოდიხარ და ეს ტრაილერების გზაზე მოდიხარ და ჩამოვედით და აი 12-ით შესრულდა რა რაღაც ეგრე იყო მაგარი ბედნიერები ვიყავით იქ წრეც დავარტყით აუ რა კაი იყო ღამის გასვლების ხოთშორის ქონდა ხოლმე მამკოდაში ჯგუფის ქონდა მაგისი არ ვიცი თუ არა ღამე მამკო სამსახურების მერე რომ მამკოდათან იქვე გლდანისკენ ვიცხოვრობდი ძირითადად ისინი გავდიოდით ხოლმე ბეჟანიშვილი ვახო იყო კიდე ციკლაური ლაშა კიდე ვინ ვიყავით ხოლმე აი გლდანის ხალხისკენ გლდანის სექტა ხო გლდანის გიორგი იყო გიო პაპი იყო ხო და ღამე ავდიოდით ხოლმე მამკოდაზე და რა მაგარი იყო ეს დაღლილი სამსახური რომ მოდიხარ და მე უცებ იცმა ველოსიპედის ფორმას რაღაცა და მიდიხარ იკრიბები აი კორახა მაღმართის შიომორში როგორი ის არის ძალიან უკრო გონია რომ ბოლომდე რო გაგწურავს ხო შიში მაგარია ეგეთი რთული ტურები გქონიათ ისე კიდე რთულს ახლა შიო ვიღაცას რთული ვიღაცას მარტივია ახლა ესე რომ შეხედო ერთ შეხედოთ მარტივია მაგრამ თეთრ აღმართებია რატო როცა ფორმაში ხარ აი რთული აი ეგეც რთულიც ფარდობითია შენ უყურებ ამას როგორც ვარჯიშის ერთ-ერთი დღე რა გადიხარ და მზად ხარ ამ ყველაფრისთვის და იქ ახლა სირთულე პირიქით შენთვის კაია რაც უფრო მეტი სირთულე და ესე ტექნიკური მომენტები დაგხვდება უფრო კაია მე ის გახსოვს აი პირველი 100 კილომეტრი რო გაინტერესა რა ანუ 100 კილომეტრი მგონი არ ქონდა რა მანამ ხო გორში რო წავედი და რო ვეღარ ჩავედით ბოლომდე ხო და თან ეგ იყო სასაცილო რა რომ
ჩვენ ინტერესი გქონდა რომ ეს 100 კილომეტრი დაგვეძლია. აი 100 გორში ხო მეტია, მგონი 70 კილომეტრია. მაგრამ ჩვენ აი დავერჭეთ 50 კილომეტრის ნიშნული გადათვლილი ქონდა რა და ეს ოკეი არის უკვე და მოვტრიალდი თან იცი რა სასაცილო იყო. მოსატრიალებელი ისეთი კი არისო რომ აი სადმე ჩაადია ამოდი და კულტურულად ესე წესების იმითი არ პირდაპირ კაპ გადავედით და ბატონით? ბატონაივე. 100 კილომეტრი დაიჭესო და ანუ ეს უბრალოდ გვაინტერესა ხო შეგვიძლია შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია. დისტანცია მე მოგვიმატა ხო. უბრალოდ ხო ეს 100 კილომეტრის ინტერესი გქონდა. ხო. ხოლო რომ შესრულდა მოვტრიალდი და წამოვედით რა და ესე პირველი 100 კილომეტრი მაინც ესეთი ყოველთვის დასამახსოვრებელია რა. მეც მახსოვს პირველი 100 ესე ვიხატებოდი საათზე ვთქვი 5-18 დღეს. ხო. სხვათა შორის აი გარმინი და სტრავა და ის მე რეკონდა უფრო ძალიან ბევრ ტურებზე ვყოფილო, სადაც ეს სტრავა საერთოდ არც ქონია და რაღაც მე ხო სტრავა უკვე სირბილშიც რო ჩავერთე და რაღაცა მე თორე აი ისეთი კაი ტურები მაქვს ისე სტრავა ძალიან კარგია იმ კუთხითაც რომ აი რაღაცნაირად ისტორიას გახსენებს კიდე და მარშრუტებიც რა. მარშრუტები და ანუ როგორ ფორმაში იყავი მაშინ თან ის კაია რომ ვიღაცა რო გაივლის კაი მარშრუტს და სურათებს როდებს ხო გინდება ცა მოდი მეც და ცა ბევრჯერ ეგრეც ყოფილა რა რომ აი ისა ეხა წეღა მე და შენ კი თქვით 1-2 სიტყვით მაგრამ რა იყო ადრე და აი რაც თქვათ გენატრებათ ესე რომ თქვათ ხო აი მეგობრული ტურები იყო არაკომერციული რა და ყველა რაღაც ერთად შეკრული რომ მიდიხართ ეს მეგობრული ტურები გაიგე მეგობრული ტურები მენატრება ხა სხვათა შორის უძოზე ასვლა და ჩამოსვლა ძალიან საინტერესო იყო ჭილის ტბაზე კიდე დიდგორი თავისთავად ურთულესი მე საი რომელ მხრიდან ჩამოხვიდოდი ღმათ ხო ორი არ მეტია ტექნიკური ისინია საკმაოდ გზები კიდე რომელი ადგილები იყო ძალიან საინტერესო აი რავი თბილისში შემოგარენში ძალიან კარგი სავარჯიშო და ის კიდე მამკოდისკენ რო ჩამოდიხარ იცი საით არა მოიცადე მამკოდისკენ ჩამოდიხარ ჯურიდან კი ძალიან ისეთი კი და მე იქითკენ ჩამოდიხარ რაღაც მაგ ტერიტორიაზე ვარ ნაყოფი მაგრამ ესე სხვათა შორის საერთოდ დაგრჩათ რომელიმე რაღაც ტერიტორიები რომელიც გინდათ ისევ გინდათ ვიტყვი იმიტომ რომ ვიცი რომ დაბრუნდებით მაგრამ სად გინდათ რომ ესე წახვიდეთ ველოსიპედით მე სვანეთში მე რაჭა უნდა მეთქვა ხა სვანეთში საერთოდ არ ეზოს ორ ნაყოფი და ჩემეცნება სვანეთში ალბათ საინტერესო აი ძალიან ლამაზია სვანეთი მე ჩავშენ პირველად ვიყავი და იცი რა თუ შეთი მირჩენია ერთი მახსოვს სვანეთიდან მანქანით ბრუნდებოდით რა და ველოსიპედი მქონდა ეს ანუ მანქანით მეგობარს მოყავდა მანქანა რა და მეთქი წავალ და სადაც დამეწევა იქ ჩავჯდები რა და ეს მახსოვს რა რომ მესტიიდან რო დავიწყე გზა ჯერ ადიხარ აღმართი არის და მე რეიწებ დაშვებას არა ასონტია რა მეცა შენ ჯვრისკენ მოდიოდი ანუ ენგური ხო სამეგრელო სანამ დაიწყო და შევხვდებით თქო რა ხო და ეს მახსოვს რომ აი ზამთარი გასულია გაზაფხული არის ზემოთ თოვლი არის მთაში ქვემოთ უკვე სიმწვანეები არის რა და რომ მოდიოდი და ეს ჯვარიც რო გადავიარ და უკვე აღმართი დაიწყო აი ერთი მეორეს მიყოლებით ულამაზესი სოფლები იშლება რა გზაზე და თან ეს მწვანეები და ეს ღობეები ულამაზესი და აი ყველგან მინდოდა გაჩერება და იმ სოფლის გადაღება კიდე გაჩერება კიდე იმის გადაღება და არ დაილია რა ის ყველა ლამაზი იყო რა ეს მახსოვს და ჩავედი და ბოლოს უკვე ეს რაც გვირაბები რო არის რა და სავეში შედიხარ და იქ წავმეწია და ჩავჭუქე და აი ეს გზა ისეთი ლამაზი იყო რომ კიდე ვინატრევდი რა ესე წამოსვლას და იქ რო ხარ სვანეთში კიდე თუ გინდა ხო რავი აი უშგულის სოფლები იქით ხარ სუპერტეხილები ხო არა ძალიან არა ბევრი ადგილი მაქვს გულში და ვერ წავედი სხვათა შორის ერთი ოცნება ავისრულე სუბოლოს უკვე სუბოლო ტური იყო ზეკარის ტური და ჩემთვის იყო იმხელა რა მაგარი რაღაც რომ ზეკარი ძალიან კაია არა ვარ მოხვედრილი მან და იქ მინდა რა მაგარი მე მინდოდა წელს სოლო გამეკეთებინა სოლოებს ზოგადად არ დავდივარ ანუ იმიტომ რომ ანუ შიში მაქვს რა და ვერ ვერები მაქვს ჯერჯერობით მეც
მაგრამ ეხლა მით უმეტეს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა რაღაცა რომ მოხდეს, არანაირი სამართალი არ არის ჩვენ ქვეყანაში და უსაფრთხო არ არის. დანაშაულის მომრავლდა დაუსჯელობის დაუსჯელობის ამბავი ზუსტად, მაგის გამო წელს ბოლო წვეთი იყო, აი თავის თაწმინდის პარკში რომ გოგო მერე იქით სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა, სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა, ზუსტად ერთი კვირით ადრე ვიყავი მაგ ტერიტორიებზე რა, ანუ თან დამიღამდა მახსოვს და ჩამოვედი ისე რა, არაფერი და ეგ ამბავი რომ მოხდა შანსი არ არის ამա. მაგ ადგილებზე საერთოდ ფიქრი არ მქონდა და ეგ ამბავი რომ მოხდა იმაგის მერე დაუსავრე რომ აი ბიჭებს ეგ პრობლემა იმდენად არ აქვს და გოგოები აი უბრალოდ დღეს რო გახვიდეს სადღაც შორს უკვე მაგ პრობლემას ხედავ რა, მაგრამ ხედავთ, იმიტომ რომ რეალურია ახლა. რა ბიჭი მაინც გაუმკლავდება. მე მაინც გონია ახლა მაგაზე სადაო მე მგონი არ მგონია რომ ახლა რაც არ უნდა ძლიერი იყოს გოგო, მაინც ის მომენტი არის რომ ვიღაცა ქაჯი გადმოუხტება და რა ვიცი. და ბედნიერი ნოტისკენ წავიდეთ და ბოლოსკენ წავიდეთ, მაინც რა ახლა არ მოგაწყვეთ, იმიტომ რომ პაწაწები მოიწყენენ. რადგან თქვენ ახლა ხელა გამოცდილება გაქვთ და აი ეს სამდენი რაღაცა გაქვთ გავლილი, ეხლა საკმაოდ ბევრი გოგო არის, ვინც ან იწყებს, ან უნდათ რომ დაიწყონ და რაღაცა შემოვარდნեն ამ სფეროს. რას ურჩევთ ახლა თქვენი ამ გამოცდილებით? ну, აი რეგულარულად, აი რომც გეზარებოდეს რა. დილით, აკე 5 კილომეტრი იყოს რა, მაგრამ გაიარე რა, ეს სისტემატიურობას აქვს დიდი გავლენა რა ამაზე, იმიტომ რომ ერთბაშად 100 კილომეტრს ვერ გაივლი და ერთბაშად მარტივი ვერ გახდება ველოსიპედი. მაგრამ შენ თუ ყოველ დღე ცოტათი მერე ცოტათი უკვე იმხელა სხვაობას იგრძნობ, რომ ნენელა მოგანდებს, ორგანიზმი გიკარნახებს, რომ მოდი რა ეს აღარ მყოფნის და რამე შეცვალე აქ რა და ესე ნენელა მოთხოვნაც გაეზდება და ეს რა, ანუ თავიდან და კიდე სხვას არ უნდა შეედარო, ეგ არის რა, აი ვიღაცა ამდენს აკეთებს და მე მაგას ვერ ვიზავ რა. პირიქით რა, აი შენი თავი უნდა კონდეს საზომად ხო რა, მიზანში რომ აი ვა დღეს ცოტა მეტი ვქენი, დღეს ეს აღმართი გავიარე, აი დღეს ცოტა მეტი შევძელი, ცოტა ამ დღეს გამიადვილდა. აი აქ აღარ დავღლიო, აქ სამჯერ ვისვენებდი, ახლა აი აღარ დამჭირდა შესვენება. ეგეთი რაღაცეებით თან мотиваციასაც გიზდის რა, რომ აი მეტი შეიძელი და მე უკვე თანდათან ისე კარგად მოაქვს თან აი სისტემატიურობა, იმიტოა კარგი, რომ როცა გადაჩეული ვარ ველოსიპედს და ვждები რა, პირველად ველოსიპედზე წავამტკივდება რა, აქ რა, კუნთი ესა ძალი და რომ მიეჩვევი და მოჯდები სკამზე, მე უკვე კაია რა. და სისტემატიურობა კიდე უკვე აი ძალდაუტანებლად რომ მიდიხარ, ეგ კიდე სხვა სიამოვნება არის რა. მაგრამ ეს შავი სამუშაო კი არის საჭირო. ეგრეა. მე გიშერას ფიქრობ. მე რას ვიტყოდი? უკან არ დაიხიონ არასოდეს. შეიძლება ფორმაში არ იყო, ყოველთვის იყო ის მომენტი ხოლმე, რომ ბევრს უთქვავს სადმე უარი წამოსვლაზე, იმიტომ რომ თავი დაჯერება არ ქონიათ, რომ გონიათ, რომ ვერ შეძლებენ, მაგრამ უკან არასოდეს დაიხიონ. მაინც სადონ არ არის პრობლემა, ჩემი გამოცდილებით ვამბობ, ხა ისეთი სულ ყოველთვის მეგობრული გარემოა, ყოველთვის ნებისმიერ გასვლებზე და ну არა უშავს ახლა ცოტა მოთმინებითაც სხვისი მოთმინებითაც ისარგებლოთ. კი, მართალი ხახო აი. აი უკან არასოდეს დაიხიოს მაგიტო რომ აი მე არ ვარ ფორმაში, მე და ბოლოში ვიქნები და მე აი ახლა ამ ეტაპზე ვარ ზუსტად რომ აი მინდა ხოლმე გოგოებს ასარმე გავყვე, მაგრამ ვაიმე საერთოდ არა ვარ ფორმაში, მაგრამ საკუთარ თავსაც ვეუბნები რომ არა უშავს, რამდენიმე გასვლა და უკვე შეძლებ, უკვე ცოტა მეც შეძლებ, ცოტა მეც და მე უკვე ივლი რა, თავიდან ეგრეა, ყველას უჭირთ ზუსტად ეგა ალბათ ბარიერი ხოლმე, რომ რო არ ვალოდნენ. ხო და ხო, უკან არ დაიხიონ, უარი არ თქვენ ამ სიამოვნებაზე, ამ სიხარულზე, ამ ბედნიერებაზე, ძალიან დიდი განტვირთვა ჩვენთან და ჩვენს ყოველდღიურობაში. აი ბოლო კითხვა მინდოდა, ზუსტად მეკითხა თქვენთვის, რომ აი თქვენთვის რა არის ველოსიპედი? რა შეგრძნება მოაქვს თქვენთვის ველოსიპედს? ეს სტრესთან გამკლავების საშუალება არის. აი
ერთთან დრო თუ არა გაქვს, რომ აი შაბათ-კვირას გახვიდე და წახვიდე კარვით ილაშქრო რაღაცა, ხო, აი ველოსიპედი 1 საათში შეიძლება ისე განიტვირთო და ისე ამონო დაგავეწეს რაღაც ბავშვად გრძნობ რა, ისევე თან თავს, აი დაღმართში მოდიხარ რაღაცა და გიხარია რაღაცა ცანცარიც აი ცანცარი და ეს ყველაფერი ხო რა, აი გაბავშვებს პატარა ის რისკს თვალებში ჩახედვაც არის ხა ქალაქში რომ მიდიხარ და უცებ აი კარს გამოგიღებს და მან ხო რა აი რო აი და რაღაცა მიალანძღავ და წახვალ, მაგრამ ეს ადრენალინიც არის რა, სხვა სტრესებიც ხო გაქვს რა, იქ ყოველდღიურობაში იქ სხვა და ეს სხვანაირი ის არის რა, სხვანაირი ადრენალინი არის და ეს თითქოს იმას ანეიტრალებს მე რა ისე და ცოტა ყველაფერს გავიწყებს რა, თან ეხა რომ მოძრავებ უკვე სოი გზაზე ფიქრობ, იმ მანქანებზე, ამაზე ქალაქში თუ მოძრავებ, ტურში თუ ხარ და გრუნზე თუ ხარ, თლაც სიამოვნება რა, მაგრამ აი ის ცოტა თუ გაქვს 1 საათი გამოძვერი და აქები ეგეც კი გავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს კი ერთ-ერთი ეგრეა ხო ჩემთვის უფრო ბავშვობის ნაწილია რა საერთოდ ველოსიპედი ჩემს მას ყავდა მე ანუ ეს ყველას ორივეს არ ყავდა ცალ-ცალკე და სულ პარავდი ხოლმე და აი ეს დაუკმაყოფილებელი მომენტი მქონდა რომ ჩემი არ მქონდა თელი ცხოვრება და მე კაი ხანდი ველოსიპედი არ ყოლია და აი დიდობაში ავიხდინე და სულ ეს მომენტია სულ მინდა აი როგორც გშია რაღაცა ეს მოთხოვნა მაგშინაგანი რომ ეს ყოველთვის მინდა ველოსიპედი ჩემი ტრანსპორტია ასე ვთქვათ რა არანაირი სიამოვნების არ მანიჭებს მაგალითად მანქანა სადაც არ უნდა წავიდე ესა უბრალოდ საჭიროება მანქანა ჩემთვის მაგალითად რომ აი ძალიან აუცილებელი თუ ბავშვის თორე ველოსიპედით მაგალითად მირჩევნია ძალიან ბევრი რაღაცები მელაგოს. სოთა შორის ეხა გამახსენდა ველოსიპედით იქ ვარ, ჭაუხებამდე ვარ კიდე ასე. სოთა შორის ელიოსიძე ირაკლი ხო იცი? კი. მაგა ძალიან ბევრჯერ ძალიან კარგ ადგილას ასე ვთქვათ თავისი მანქანით წავედით რა ჭაუხებამდე წავედით მე და ირაკლი ვიყავით სოთა შორის. აუ რა მაგარი იყო იცი? შემოდგომა იყო მეგი თუ რა პერიოდი? გოგო არ მახსოვს. ანუ ჭაუხები ძირები, აი სად ზაბანაკე იქამდე ვიყავით, ხო და ტბა ტბის ზემოთ? ტბა ხოლმე თუ არა. მე ფეხით ავედით იქ უღელტეხილისკენ წავედით, გავიარეთ და ეს და იქ და კარვები გავშალე და რაღაც. ძალიან კაი იყო და ეხლა რატო გამახსენდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტვირთი, აი ეს რუგზაკის ზურგჩანთან. არ მქონდა გადანაწილებული. მქონდა ზურგზე ეს ყველაფერი ამ აღმართზე და ესე ჩორჩომილი ხარ ველოსიპედზე ასეთი აი ამხელა ზურგჩანდი ძალიან დისკომფორტია მაგრამ მე მართლა მირჩენდა ზურგით ვატარო ეს ყველაფერი და ანუ ეს ყველაფერი შევიგრძნო ისე ველოსიპედით ვიდრე ანუ ძალიან კომფორტია კი კაია მანქანით მოგზაურობაც არანა მაგრამ აი ველოსიპედი ცვასიამოვნება კიდევ თავგადასავალია რა. კი რა, ძალიან მაგარია. ნახევრად ხე აი ეს ამდენი ისინი რა წყლები, მდინარეები რომ უნდა გადალახო და აი ძალიან საინტერესოა რა. ჩემთვისაც ბევრად მირჩევნია ეგრე მართლა. ხანდახან მეხუმრებია ხოლმე რომ ჰაიკინგია თუ ბაიკინგია კი ორივე. ჰაიკ ბაიკ ორივე. იმიტომ რომ მირჩევნია რა ეხა აი ლომის მთაზე შენი ხევიცი ლომის მთაზე კიდე რო ვარდები პირველად ლომის მთაზე ავედი და ვეშოვედით გიფსი მითხარ რომ აქ მეგი გადავარდა აქ მეგის ხია ერთი მეგო ხეს ჩავეხუტე და ისე თორე ფლიანად ვარდებოდი ხევში აი რანერად მოვასწარი არ ვიცი ველოსიპედი გონი პირველი გოგო ხარ მანდ ვინც ავიდა ლომის მთაზე და აი ვა მეგი ძალიან ტექნიკურია ისე ხო მე როგორც კი ტექნიკურიც ანუ იმ პერიოდში არავინ არ დადიოდა საერთოდ რა მაგიტო ისეთია რა ხო აი სხვათა შორის აი გეტყვით კიდე რამ რჩევა და რაღაც ხო ახსენე მე ველოსიპედით რო ავდიოდი აღმართებზე მაშინ ლომის მთაზე ვისწავლე ასვლა აღმართზე სხვათა შორის იგივე აი ეს ბიჭები დამეხმარენ ის იყო რა ქვია აი ისე ელიოსიძე მახსოვს ძალიან ირაკლი ბევრ რამეში დამეხმარა ვისწავლე მაგისგან რამე რაღაცები საერთოდ რა ეხა ბიჭებიც იყვნენ შევსვაძილდნენ ხოლმე გზა და გზა ხო აი სუნთქვის მომენტი სუნთქვის ისწავლო სხვა შორის სირბილი დამეხმარა კიდე სუნთქვის ისწავლაში სირბილი კი სხვადასხვა ძალიან ველოსპორტსმენები ფაქტობრივად დარბიან კიდეც პარალელურად რა კი ძალიან ეხმარება
მე ძალიან ცუდი არასწორი სუნთქვა მქონდა და აი ამ სუნთქვა რო გავასწორე სირბილით ამ უკვე რო ვიცოდი როგორ მესუნთქვა, ანუ მე ბევრი შევძელი გამძლეობას გმატებს ძალიან. უფრო გაცილებით. ხო, რა შორს და ესე დაუღლელად მიდიხარ შედარებით რა. ეხლა გული აღარ მეღლებოდა უკვე კუნთი შეიძლება და ხო რაღაცა დასრულების დროაო რა ზუკამ თქვა რომ კიდე ერთხელ ვეუბნებ რომ ისტორიული ხალხი ხართ რა. ისტორიული რა მოგახსენეთ, მაგრამ ძალიან მაბედნიერებს ის ყველაფერი, ის მოგონებები, ის ადამიანები, ვინც გვაერთიანებს ამ სფეროში და ჩვენ ყველა ერთად მაბედნიერებს თქვენი დანახვა და ზუსტად შენ და გიცის რომ გინახავთ ხოლმე გზის იქიდან მიხარია ძალიან აი ბევრი რამე მახსენდება ისეთი ბედნიერი წუთები და ესაა ძალიან კაი მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში ეს გვეხმარება ბევრ რთულ სიტუაციებში კი მე ბევრჯერ დამეხმარა აი ნებისმიერ რამ აი თუნდაც ის რომ აი რაღაცას ვერ აკეთებ იღლები რუტინაში არ მე გახსენდება ესეთ რაღაცებს ვარჯიშობდი ამას აკეთებდი ხალხთან ერთად ასეთ რაღაცებს სულ შორის გავაგზავნე სიტყვა და თუ გინდა მე გაწაშალე რაღაცა მე მქონდა ხო ეგ მომენტები ეხა ცხოვრებისეულად ეხა გამიჭირე კოვიდის პერიოდი და რაღაცა თავიდან ვიდრე ბავშვი მოყოლობდა მეგონა ყველაფერს ძალიან მარტივად შევძლებდი იმიტომ რომ მეგონა ფორმაში ვიყავი მაგრამ არ არის ეგრე ფორმაში უკვე მე ყოველდღიურობაში კარგავ ამ ყველაფერს ისეთი ძლიერი ვეღარ ხარ ხო უკვე როცა აღარ ისე ძლიერი ვეღარ ხარ და ანუ თავიდან ილუზია ყოფილა ანუ მეგონა რომ შევძლებდი მაგრამ ბევრი რამე გამიჭირდა მაგრამ როდესაც მახსენდებოდა ეს კაი რაღაცეები არა ესე მაძლიერებდა ეს არ წაშავით თუნა უბრალოდ არა მართლა ძალიან მახსენდებოდა ეს მომენტი რომ აი მე ესეთი რაღაცები შევძელი გაიგე და ეს რა არის ხო აი ხო აი ყოველდღიური პრობლემა რაღაცა დაუშვათ ის რომ ზოგჯერ ისე ცუდად ხარ რომ ბავშვი რომ ეზოში წაიყვანო იმის თავი აღარ აგავს ისე ხარ დაღლილი, მაგრამ რო გახსენდება ეს ყველაფერი, მე უკვე ძალა გემატება რა და რა მე მაძლევს მაგას. შენი თავის რწმენაც გემატება რაღაცა აი. კი. ვიცი რომ აი რაღაც იმ ბოროტ აღმართებზე ახვედი და დაძლიერდა და გიჭირდა და მაინც რო შეძლო. ხო, რა იყო ეს შენთვის არაფერი, ხო და ფსიქოლოგიური რომელი გაქვს ხანად გამთრებული. მეც ეგრე მგონია. მეც ახლა რაღაც სიტუაცია არის ხოლმე, ვიცი რომ რაღაც ხრი გავზდებ, იმიტომ რომ აი ველოსიპედს ეგრე არის და ესეთი გამოცდილება რო გაქვს რა უკვე ორგანიზმსაც ახსოვს და შენ ფსიქოლოგიასაც რომ რაღაცებს აქვს დასასრული და ხო რა დასრულდება. კი. ხო რა და შეიძლება. და უნდა იმოქმედო, ანუ თუ უნდა გააგრძელო მოძრაობა, რომ შენ ეგ რაღაცა დაკვლება გადალახო ეგრევე ცხოვრებაში. თუნდაც აისში რო ვიყავი რაც ის პრობლემა. მე ისეთი ძველი აისელია, უფ. ამას წერ კიდე. ჩავწერა, მაგრამ ისე ვერ გამოვხატავ რაც არის რა, როგორც არის. აი მაგალითად აისში ისეთი მომენტებია ხოლმე, საკმაოდ რთული მომენტები, როცა შეძელი იქ აისში რაღაცების გადალახვა და მერე ცხოვრებაში ეს რა არის, ეს პრობლემა რა არის, შენ ეს გააკეთე, ან ეხლა ზუსტად შორს წაგვიყვანს იმის მოყოლა რა კონკრეტული მაგალითების, მაგრამ ნუ ეგ არის რა, გახსენდება მერე რთულ მომენტებში და უკვე мотивაციას გაძლიერებს. სპორტი არის რა, საერთოდ რო ადამიანს აი მაგ იმას აძლევს თავ როგორ ვთქვა, აი შენი თავის რწმენას რა, რო აი იქ რო საზღარი ცივი ამინდი იყო, ტალახი რო იყო და აი ხო არ მოკვდი რა, აი პირიქით რა, აი ამაზე უარესები გაამინახავს კარავში ხო აი ხო დაგვაწვიმა ისა მუხლამდე თოვლში კარავში მიძინია და უშუალოდ ეგეთი რაღაცები. რაღაც აი ხო გაულია ამასო რა და ასე შენი რწმენა გემდა ნებისმიერი სპორტი რა აი ნებისმიერი სპორტი ეხმარება რა მაგ ადამიანს რომ აი ფსიქოლოგიურად კი მე
მთელი ცხოვრება მოყვება რა ეს ყველაფერი რა, ძალიან ახლა კაია. თოზე გამახსენდა, გახსოვს მე შენ და ქსორო ვიყავით. ხო, რასო და დავაწეს მუხაწყაროს სიგდან დაღმართებში რო ხელები დაგვეყინა. ძალიან უცბად, აი როგორ იყო წინა საღამოს? ხო წინა საღამოს იყო. ხო. მე ვიწერე კივილას, თუ კივილ, მე ვიწერე მოკეთ კივილას, მე ხوار და სამე წავდა თქო და აი ქსოროებას მომწერაო და წავა მუხაწყარო ნაფეტრებე და მეთქი რავი, კაი თქო და აი თოვდა რა. გაყინული იყო მთლიანი ზედაპირი იმის და ავედით გადავიყინეთ ფოტოები მაგარი კი გამოგვივიდა მაგრამ რო ჩამოვედით მე სამსახურიდან ესე გამოპარო იმიტომ რომ დიდი გვიდა რომ მოვასწროთ რაღაცა რომ აზრი ხო და ხოლზე შევედი მე ტელეფონით სოს ხელები დაეყინა მაღაზიაში შევარდა და აუცილებელი თან თუ ეშვები არის საშინელება. ხო ერთხელ ისე აი თითებით კი ვარ და სხვათა შორის გეტყვით რამ მიშველა ერთხელ ეხა კიდევ უნდა ვახსენო ირაკლი ელიოსი ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მოვიწვია სტუმრად. კი სადღაც ეს ვიყავით აღარ მახსოვს რა მე მგონი ტაბახმელისკენ იქით რა მოკედა ციოდა ასე ძალიან რა ზამთარი იყო თუ ზამთრის პირი მოკედა წამოვედით უკვე დაშვების ეს ისე გამეყინა ფეხები ისე და აი მის რა ქვია გადასახადი იმის დენის გადასახადის ქვითრები ქონდა იმას ირაკლის ჩანთაში და ეგენი ჩავი ვა ეგენი ჩავსინე და მიშველა კი ანუ ეს ჩოლობრი გამოცდილი პრაქტიკაა რომ გაზეთებსაც თურმე სპორტსმენები ოფლიანი როცა ხარ არა დაშვებისას შეგიძლია ჩაიფინო ქაღალდი და აღარ გირტყავს ხო რა ანუ არ გაცივდები და ისე სიცივე ხო აღარ ანუ საკარია ოღონდ ისეთი საკარია ხო გაზეთები და ესეთი რაღაცები და აი ეს ქვითრები რო აღმოეწე ფეხებს ჩავიფინე სათიშ რომ ჩამომიყვანა ამ ყველაფერმა და თან იცი რა მეცინება ეს ზამთრის ხელთათმარები ვიყიდე 0 გრადუსზე რო და ისეთი ჩვილი ზამთრები მოვიდა რომ მიდევს კარადაში ხო არა ჩემი ხა აღარ არის ესეთი ხო კაი, ეს გამოვთქვით. ბედნიერად. მადლობა. მადლობა პირიქით ჩვენ ძალიან დიდი ესეთი საინტერესო ისტორიების გაზიარებას, იმიტომ რომ ამ ისტორიებს ესე ვერ მოისმენ და მაგიტო იყო პოდკასტის ესე ჩაწერის მიზანი, რომ ეს ისტორიები ანა ეხა ჩვენ ძალიან ბევრს არ გვისაუბრია, მაგრამ აი ეს პაწუა რაღაცები სადღაც უნდა დარჩეს რა, იმიტომ რომ მოგონება ის რაღაცა რომ გავიცდება რა სადღაც ესე და ბევრისთვის ძალიან საინტერესო კარგი გამოსლება შეიძლება იყოს ეს თქვენი ასაკი. ხო არა. ეს ისტორიები. ვის ახსოვს ახლა დიდგორი იმის რა ქვია გრუნტიანი. და ეს კოსტობაც ხო არ იყო ესეთი კაი ასფალტი. მიდიოდი და მიდიოდი და რაღაც დრო ხომ მქონდა რა. კი, სულ ის იყო, ცუდი გზა იყო. ეხლა არ ვიცი რა ხდება. რაზე მეცნობა, იცი ასფალტი რო დააგეს, აი მაგას ველოდებოდი რომ ეხა დროებს გავაუმჯობესებ რა. წავედი და რა კაიო რა გავაუმჯობესებ.